ანდრია ჯაღმაიძემ სამდღიანი დუმილი სოციალურ ქსელში დაარღვია, მხოლოდ შემოიფარგლა Facebook სტატუსით, რითიც მან დაადასტურა ის ნებათა ხელვა, რომელიც არსებობდა 3 დღის განმავლობაში საზოგადოებაში და თქვა, რომ პატრიარქის მილოცვა, რომელიც გავრცელდა ახალი წლის ღამეს 31 დეკემბერს, იყო სრულად მონტაჟი და ვიდეო და აუდიო იყო სრულად აცდენილი ერთმანეთს. თუმცა მთავარ კითხვას ანდრია ჯაღმაიძემ ვერ გასცა პასუხი, ვინ ჩაიდინა ეს სიყალბე. ეს კითხვა არსებობს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში და რა თქმა უნდა დღემდე, თუმცა ამ დრომდე არის პასუხგაუცემელი. რაც შეეხება ვერსიებს, ვინ ჩაიდინა ეს სიყალბე, ვერსია არსებობს 2. პატრიარქის ნების წინააღმდეგ უწმინდესის სახელით გაავრცელეს ყალბი მიმართვა, რომელიც მან სუდადყოფნის გამო, სავარაუდოდ შეუძლოთყოფნის გამო ვერ ჩაწერა და ამით მრევლს უთხრეს, რომ პატრიარქი არის თითქოს კარგად და თუმცა ეს მიმართვა იყო მონტაჟი და ეს დადასტურდა იმ განცხადებითაც, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, წავიკითხეთ ანდრია ჯაღმაიძის Facebook სტატუსიდან. პატრიარქის მოსაყრე არის შიო, მეუფე შიო საპატრიარქოში და ყველამ კარგად იცის, რომ ის მართავს ახლა მოვლენებს საპატრიარქოს შიგნით, შესაბამისად მისი ნების წინააღმდეგ, მისი სურვილის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა და ვერ გავრცელდებოდა ეს ვიდეო. ეს ვიდეო მიმართვა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ გავრცელდა ასევე საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე და გავრცელდა რიგი სამთავრობო მედიების მეშვეობით იმ დადგმულ წინასწარ ჩაწერილ კონცერტთან ერთად, რომელიც ახალი წლის ღამეს გავრცელდა სამთავრობო მედიებზე, რითიც გინდება, რომ ამას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა და ეს იყო მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ ნამუშევარი. რაც შეეხება მეორე ვერსიას, რომელსაც აქვს ასევე არსებობის უფლება, ეს არის ის, რომ პატრიარქმა ჩაწერა ისეთი ტიპის მილოცვა, საახალწლო მილოცვა, რომელიც მიუღებელი იყო მმართველი რეჟიმისთვის და შესაბამისად მმართველმა ძალამ, რომელსაც ყავს თანამოაზრეები საპატრიარქოს შიგნით, სავარაუდოდ დაავალეს მათ, რომ ეს ვიდეო მიმართვა შეცვლილიყო და გაყალბებულიყო. პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო. უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს. ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო ვიდეო, არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი. მეორე ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ სასულიერო პირები, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, ეპისკოპოსების სინოდის წევრები, რომლებმაც ბოლოს მოინახულეს პატრიარქი, საუბარია 25 დეკემბერზე, როდესაც აღინიშნებოდა პატრიარქის აღსაყრებიდან 47 წლის იუბილე, მათ მოინახულეს პატრიარქი, ისინი ადასტურებენ ჩვენთან სატელეფონო საუბრებში, რომ პატრიარქი თავს შეუძლოთ არ გრძნობს, ის არის მხნედ. 1 საათის განმავლობაში ესაუბრნენ, როგორც თავად აღნიშნავენ მაღალი იერარქები, პატრიარქს მას აქვს უნარი იმის, რომ ისაუბროს ყოველ შემთხვევაში და ჰქონდა იმის უნარი, რომ თავად ჩაეწერა საახალწლო მილოცვა, რომელიც შემდგომ უკვე გავრცელდა და ის მიმართავდა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ულოცავდა ახალ წელს. დღეს პატრიარქის 92 წლის იუბილე აღინიშნება და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან საპატრიარქოში, ისინი ამბობენ, რომ მათაც აინტერესებთ რა ხდება შიგნით, ჩვენთან საუბარში ისინი კატეგორიულად უარყოფენ ფაქტს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ამ გაყალბებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვის შეეძლო რომ გაეყალბებინა ეს ვიდეო მიმართვა. შესაბამისად ამბობენ, რომ მათაც აქვთ კითხვები და დღეს მოვლენ საპატრიარქოში და უფრო მეტ შეიტყობენ ამ ფაქტების შესახებ. პატრიარქთან მისი დაბადებმისი დეინტრონიზაციის დღის მისავალსად. ეს იყო 25 დეკემბერი. პატრიარქმა დაგვიბარა ეპისკოპოსები და 1 საათი გვესაუბრა. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ ამ მომენტთან დაკავშირებით. დამჩენი არ ვიცი. ის რასაც მამა ანდრია წერს, მე არ ვიცი. არ ვიყავი საქართველოში მომდებს. ასე რომ ვერაფერს გეტყვით. როგორია მისი მდგომარეობა, თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, როგორ გრძნობს თავს? აი 25
დეკემბერს ვიყავით და კარგი იყო. თქვენ ნახეთ ხო ალბათ მეუფე 31 დეკემბერს გავრცელებული მილოცვა პატრიარქის და შემდგომ არ გვინახია. საპატრიარქომ თქვა რომ ეს იყო მონტაჟი და პატრიარქი არის შეუძლოდ მას არ შეეძლო უბრალოდ რომ ჩაეწერა ეს ვიდეო მიმართვა. ვის შეიძლებოდა რომ ეს გაეყალბებინა, გაეკეთებინა მსგავსი რამ თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია? დღეს მივა პატრიარქთან მიულოცავ. საყდრის გარდა ვინმე წყვეტს აი მსგავს მის სკანდალს შეიძლება შეფასდეს ფაქტი, როგორ გაუყალბეს პატრიარქს სახალხო მილოცვა, რომელიც შემდგომ უკვე თავად საპატრიარქომაც დაადასტურა ყოველ შემთხვევაში პრესამსახურთან პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, თუმცა ამ დრომდე მთავარ კითხვას პასუხი არ გასცემია, ვის აწყობდა, ვის შეეძლო ეს ყოველივე, ვის შეეძლო რომ გაეყალბებინა პატრიარქის სიტყვა. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით დამატებით განმარტებებს საპატრიარქოდან კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ პატრიარქის შემდეგ ახლა საპატრიარქოს მართავს მისი მოსაყდრე მეუფეშიო, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა, შესაბამისად მას აქვს ახლა პასუხისმგებლობა, რომ პასუხი გაასცეს მრევლის საზოგადოებაში გაჩენილ უამრავ შეკითხვას ამ ფაქტებთან დაკავშირებით.